ჩვენ ვართ ახლა ელბაქიძის აღმართზე და მარში მიემართება ახლა საკანონმდებლო ორგანოსთან, პარლამენტთან იქნება ბოლო გაჩერება. მარშთან ახლავს გიგანტური ბანერი საქართველოს ცოცხალი და დამოუკიდებელია. დღეს კინემატოგრაფისტებმა, მსახიობებმა, კინომოყვარულებმა გეზი აიღეს აპოლოს თეატრიდან და ბოლო გაჩერება, როგორც გითხარით, იქნება რუსთაველის გამზირი ქუჩაში გამოსული მსახიობები ახლა განსაკუთრებულ სოლიდარობას უცხადებენ დაკავებულ მსახიობებს ანდრო ჭიჭინაძეს და ონისე ცხადაძეს, ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა რეპრესიები მოუწყო ყველა სფეროს წარმომადგენლებს. მიზანში ჰყავთ ის ადამიანები, ვინც აქტიურობენ, ვინც ქუჩაში გამოდიან და სადამსჯელო ღონისძიებაა ახლა მათი კოლეგების ანდრო ჭიჭინაძის და ონისე ცხადაძის დაკავება. ფიქრობენ, რომ ეს იყო დაშინების მცდელობა, ამბობენ, რომ მათი დაკავებული კოლეგების ხარჯზე ახლა რეჟიმი ცდილობს ამ ადამიანების გაჩვენებას. მსახიობები ამბობენ, რომ მათ არაფრის არ ეჩვენიათ, აპირებენ, რომ ბრძოლა გააგრძელონ. ეს არის პროტესტის 19 მარში გაჩერდება რამდენიმე წუთის განმავლობაში ახლა რესპუბლიკის მოედანზე და ჩვენ უკვე სლოვაკეთ გადავინაცვლოთ პარლამენტთან. ქუჩაში გამოსული მსახიობები არაპირებენ გაჩერებას და ამბობენ, რომ იქამდე იქნებიან ქუჩაში, სანამ მათ კოლეგებს უკანონო პატრიოტიდან არიციან და ხელახალი არჩევნები არ ჩაენაცვლება. ჩვენ ნახეთ, როგორ დაუპირისპირდა შიშს, ჩაგვრას და რეპრესიებს ქართული საზოგადოება. ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ დღეების და ის რა ბოროტებაც ჩვენ ნახეთ გავეშებული ქართული ოცნების მხრიდან, ბიზინა ივანიშვილის მხრიდან, ადამიანების მხრიდან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებას ემსახურებიან, რომლებისთვისაც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება და ფულია მათი ღმერთი და მათ არ აქვთ ფასეულობები, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებიც თითქოს გვევლინებიან ენის, მამულის და სარწმუნოების დამცველებად, ჩვენ ვნახეთ მათ როგორ გაანადგურეს ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. ჩემი გზავნილი იქნება დე-ფაქტო მმართველების მისამართით, რომლებიც აწუყვე დასანქცირებულები არიან, რომ გამოუშვით უკანონოდ დაკავებული ტყვეები, სანამ დროა რა, სანამ ლამაზები ხართ, გაათავისუფლეთ ეს ხალხი. უნდა გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც იცავდა თავის ქვეყანას და ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რომლის ჩამოშლის პირას ვდგავართ დღეს. ეს უდანაშაულო ადამიანები, პატივაყრილი ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ და რა თქმა უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ჩვენ მართლა ყველაზე მშვიდობიანი გზა ავირჩიეთ. გასაპროტესტებლად გავიფიცეთ, ქუჩაში ვდგავართ და ყოველდღე მარში გვაქვს. ამაზე მშვიდობიანი რა უნდა იყოს და არ ვიცი რატო აქვს ჩვენზე აგრესია. შეიძლება ჩვენ რო წამოვიწყეთ ეს გაფიცვა პირველი ჩვენმა სფერომ გადავდგით ეს ნაბიჯი და ესეც ჩვენი უფლებაა კონსტიტუციური. მთავარი სათქმელი არის თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ჩვენს კოლეგას ანდრო ჭიჭინაძეს. ჩვენ აქ მალე შეუერთდებით ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, მწერლებს და მე საბოლოოდ ერთად მივალთ პარლამენტის წინ. იქამდე სანამ რესპუბლიკის მოედანზე გაჩერდებიან მსახიობები, ჩვენ გავჩერდებით კინოსახლთან, აქ ვიქნებით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ გადავინაცვლებთ რესპუბლიკის მოედანზე და იქ ელოდებიან მწერლებს, რომლებიც მოდიან უკვე მარშით. ეს ორივე მარში გაერთიანდება და ბოლო გაჩერება იქნება საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი, სადაც დღეს პროტესტის 19 დღე იქნება უცვლელი მოთხოვნებით, რომ განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მათი თანამოაზრეები და ასევე დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.